მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტრადიციულად ვიწყებ ჩემს საავტორო გადაცემას წუთის სოფელი. მოგეხსენებათ, წუთის სოფელი მიძღვნილი არის გვარების წინამძღოლთა დარბაზთან. კერძოდ სტუდიაში ყავს ყოველთვის მოწვეული გვარის წინამძღოლები ან გამოჩენილი პიროვნებები, რომლებიც თავიანთ გვარის ისტორიებს, მოკლედ ისტორიას ყვებიან რამე თუ ეს არის ძალიან კარგი ჩვენი მომავალი თაობისთვის და ისტორიაში რომ დარჩეს. სანამ გადაცემას დავიწყებდეთ და წარმოგიდგენდეთ სტუმრებს, ერთი-ორი სიტყვით მინდა შევეხო და მადლობა გადაუხადო საპატრიარქოს ასეთი ლამაზი პროექტისთვის, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს რომ ეს გვარები წარმოვაჩინოთ. აგრეთვე მადლობა მინდა გადაუხადო TV ქართულის დირექციას, ქალბატონ მანანას, რომ ასე ლამაზად და გოხდათ დათმობილი აქვს კვირაში 1 საათი ჩვენს გადაცემას. ჩემო ძვირფასო მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ ვიწყებთ ილია მეორის ეპოქის წიგნის, სამაგიდო წიგნის გამოშვებას. დაწერას წიგნი გვინდა დავწეროთ და იქ უნდა იყოს გვარის წინამძღოლები პირველ ტომში, რამოდენიმე ტომი იქნება ეს წიგნი და პირველ ტომში უნდა იყოს მიახლოებით 100 გვარი. იქნება გვარის პიროვნების, გვარის წინამძღოლის ბიოგრაფია მოკლე, იქნება გვარის მოკლე ისტორია, აგრეთვე იქნება მისი ატრიბუტები, რაც აქვს ხატი, დროშა და ყველაფერი მოცემული და სხვადასხვა ასეთი რაღაცები შევა ამ წიგნში და პლუს ამას ილია მეორის ისტორია და ამისათვის თქვენ დაგეკავშირდებათ ჩემი წარმომადგენელი გიგი გოგუაძე, გვარის წინამძღოლებს და ძალიან გთხოვთ ვიაქტიუროთ და ამ წიგნში მივიღოთ მონაწილეობა, რამე თუ ეს იქნება ჩვენი გვარის წინამძღოლთა დარბაზის ალბათ საუკეთესო ნამუშევარი ამ ეპოქაში, რომ ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს დავუტოვოთ. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ მე როგორც მოგეხსენებათ, ჩემი გვარის ბრეგვაძეების გვარის წინამძღოლი ვარ და 3 მარტს გვაქვს ჩვენ იუბილე, დალოცვის იუბილე. 3 მარტს დაელოცა გვარი. 3 მარტს აგრეთვე არის ქალბატონ დედის დღე. ყველა ქალბატონ ბრეგვაძეს ულოცავ დედის დღეს, აგრეთვე ულოცავ მთელ საქართველოში დედაზე ძვირფასი ცხოვრებაში მე ბევრჯერ მithქვავს არაფერი არ არის და არ შეეძრება არაფერი. ამიტომ არის რომ დედის კულტი შედარებული არის ყველაფერ კარგთან, სამშობლოსთან, სიყვარულთან და ყველაფერთან. ამიტომ ჩემო ბრეგვაძეებო გთხოვთ სამში დადებული მაქვს პოსტი, ვიაქტიუროთ და ვაჩვენოთ მაგალითი სხვა გვარებს, რომ ჩვენ ვიკრიბებით მით უმეტეს გვარში ჩვენ გვყავს ძვირფასი მამაუები, პიროვნებები, მამა მიქაელი აღავლეს საჯამთელო პარაგლის ყველა თქვენი ოჯახისათვის, რომელი წარმომადგენელიც ოჯახიდან იქნება ამ რა თქმა უნდა შეკრეს სამში თავშეკრეს ადგილზე. ეხლა კი ჩემო ძვირფასებო, მინდა წარმოგიდგინოთ ძვირფასი ქალბატონი, ეს საუბრობდით, არ გაგიკვირდეთ დღეს გადაცემის დროს რამოდენიმე ლექსმა თუ გაიჟღეროს, იმიტომ რომ ქალბატონს ძალიან უყვარს ლექსები და ესე შემართებით ამ ლექსს გვეტყვის. ქალბატონი ნანა შეთიკაურების გვარის თავმჯდომარის მოადგილე, ლიტერატორი, აგრეთვე უნარშეზღუდული ბავშვთა დღის ცენტრის ადმინისტრატორი. როგორც ხედავთ, ქალბატონი არის სათნო, ძალიან კარგი ადამიანი და თორე ყველასათვის არ არის მისაწვდომი ასეთ ადგილზე იმუშაოს და ასეთი ბავშვების პატრონობა დაევალოს. ამიტომ ქალბატონს ეს დაევალა. აგრეთვე დღეს ჩვენთან არის ბატონი თემურ შარიქაძეების გვარის წინამძღოლი, ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი და დოქტორი არის
ისტორიის დოქტორი. მე მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, დღეს ისეთი კარგი დღე არის, რომ ბატონ თემურს აქვს იუბილე. მინდა ამით ვისარგებლო და ბატონ თემურს მიულოცო დაბადების დღე ყოველივე კარგი, პირველ რიგში ჯანმრთელობა, აქტიური მუშაობა და შეგვიძლია რომ დღეიდან თათბირები იქნება თუ რაც იქნება ჩვენს გვერდით იქნება. მით უმეტეს ისტორიკოსი და ადამიანმა რომელმაც კი იცის ყველაფერი ალბათ გვარების შესახებ ჩვენს გვერდით იქნება დღეიდან, მით უმეტეს დღეიდან. ჯანმრთელობა და სიხარული და სიყვარული არ მოგაგლოს ღმერთმა და რა ვიცი, მოშენება და მომრავლება. გვარს რომ უყარხართ, მეთოხართ გვარის წინამძღოლი. გაიხარეთ და ეხლა კი ჩემო ძვირფასებო დავიწყოთ ქალბატონი ნანადან პირველი შეკითხვით. ქალბატონი ნანა, როდის დაილოცა თქვენი გვარი და გვარმა რომელი ხატი აირჩია სადიდებლად? ჩვენი გვარი ჩემივე სამოცად. მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. ჩვენი გვარი დაილოცა 2012 წელს 29 აგვისტოს. ჩვენ გვაქვს რადგან ორი სალოცავი გვაქვს, ამიტომ გვაქვს ორი ხატი, მთავარანგელოზების მიქაელის და გაბრიელის და წმინდა გიორგის. დალოცა პატრიარხმა, იყო დიდი შეკრება გვარისა სამების საკათედრო ტაძარში და დაგლოცა პატრიარხმა. რამდენი ხართ გვარში? გვარში ვართ ესე გვაქვს აღწერილო იუსტიციის მონაცემებით 400 ადამიანამდე. ვარ 400 ბევრი თქვენ გავრო. აი თქვენთვის არის ძალიან აი აგიტაციები გასამრავლებლად. ნუ რა ვქნა ახლა მე ჩემს გვარს თქვენ ვერ გავამბობთ. მამაკაცებმა გაიხარეთ. ხო, თავის დროზე ცოტა შორს წავალ ახლა მე. მე როგორც ქართული მითოლოგიით არის ცნობილი, ჩვენი წინაპრები ყოფილან წარმართები. მაგრამ ხო, ეთაყვანებოდნენ მთვარესა და მზეს. მაგრამ შემდეგ მე-4 საუკუნის დასაწყისში თაში მოევლინა ბერძენი მისიონერი ათონეგენი 10 მოწაფესთან ერთად. აი მისი დამსახურებაა, რომ ხევსურეთში და მთაში ზოგადად შემოვიდა ქრისტიანული სარწმუნოება. და მის საპატივცემულოდ ჩვენს დღესასწაულს, რომელიც ივლისის ბოლო რიცხვებში ტარდება, ათენგენობა, მის საპატივცემულოდ დაერქვა. ამიტომ ფიქრობ, რომ ჩვენს ხევსურეთში მართალია ქრისტიანული ადაპტაცია შემოვიდა, მაგრამ ეს წარმართული რაღაც უმნიშვნელო დეტალები მაინც დარჩა. დარჩა ის, რომ აი დაუშვათ სალოცავში აქ შევდივართ ჩვენ ჩვეულებრივად მანდილოსნები სალოცავში და ვლოცულობთ ეკლესიაში. ჩვენს სალოცავთან დიაცებს მიახლოების უფლებაც არ აგვაქვს. ეს ჩვენი წარმართული ადაპტაცია ისევ ხომ შემორჩენილია. იქ მხოლოდ მამაკაცები, მამრი მიდის და არა დიაცები. დიაცებს გვაქვს ჩვენი ადგილი, სადაც კი ბატონო ვესწრებით ათენგენობას, მაგრამ სალოცავში ვერც სანთელს ვანთებთ და ვერც ლოცულობთ, რა თქმა უნდა. ეს ადაპტაცია დღემდე გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ მამაპაპის ამ ტრადიციებს. საპატრიარქო რას ამბობს ამაზე? ეკლესია. რა არის, იცით, ეს კუთხური ტრადიციაა და ამაზე საპატრიარქო ვერაფერს ვერ ამბობს. ჩვენი ტრადიცია. უბრალოდ თქვენ არ გინდათ, რომ ეს ძველი ტრადიცია დაარღვიოთ. დავარღვიოთ ჩვენი. გასაგებ ეს თქვენი ნებაყოფლობითი სიტუაციაა. თორე ამას არც არავინ გვიკრძალავს და ვერც ვერავინ არ გვიკრძალავს. გასაგებ, ნუ თბილისში და სხვა იმათში შედიხართ და ჩვეულებრივად იგენოცვალ. თემას თუ გადამახევინებთ ერთი წუთით, სუდენ. როდესაც მე დავამთავრე ინსტიტუტი, გადავწყვიტე, რომ შემესწავლა დღევანდელი ჩვენი დედავების ცხოვრება. საეკლესიო ცხოვრება შემესწავლა მონასტერში რა ხდებოდა და დავიწყე მცხეთაში სიარული. იმდენად მიმიზიდა ამ პროცესმა, რომ გადავწყვიტე საერთოდ დავრჩენილიყავი მონასტერში. ამ დროს ვარ სპორტსმენი, კალათბურთელი და ბალტიისპირეთში გვაქვს შეჯიბრი.
არ არის ნანა შეთეკაური დაიკარგა. და მე როგორც იქნა მე აქტიური ვიყავი როგორც მაშინდელი კომკავშირის წრეებში ყრილობების დელეგატიც ვიყავი ასე შემდეგ და მომძებნეს იმიტომ რომ ვიღაცამ გამთქვა რომ ისო წმინდანების ცხოვრებას კითხულობსო ეკლესიაში და აუცილებლადო და ვიციო რომ ცხეთაში დადისო და იქ მომძებნეს სამჯერ ვარ მილიციის ძალით წამოყვანილი მაშინ აკრძალული იყო. აკრძალული იყო, ახლოსაც ვერ გაივლიდი 76-77 წლებში. უმეტეს კონკავშირელი და კონკავშირელი და ყრილობების დელეგატი. და ჩემი ბედნიერება ის არის, მადლობა უფალს, რომ უშუალოდ მაქვს მონაწილეობა მიღებული 77 წელში პატრიარქის კურთხევის დღეს რომ ყოფილიყავ მცხეთაში და თუნდაც ხალიჩის ერთი ნაწილი გამესწორებია იქ. გაიხარეთ გენაცვალე. აბა თქვენ როდის დაილოცა თქვენი გვარი და რამდენი ხართ გვარში რა გაქვთ თქვენი ხატი? დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გაიხარეთ. და გამოხატავ დიდ კმაყოფილებას დღევანდელი დღისათვის, მოწვევისათვის და კეთილსურვილების მოლოცვისათვის. გაიხარეთ. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა მოგახსოვრო თქვენ, როგორც ღირსეულ პიროვნებას, როგორც ქართველს, როგორც შემოქმედს, გვარის საუკეთესო წარმომადგენელს. თქვენს შესანიშნავ გუნდთან ერთად იმ სიკეთისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოში ქართული გვარების აღორძინებისათვის, წარმოჩენისათვის, მისი ისტორიის გაგრძელებისათვის, ამე თუ ეს ჩვენი დიდი კულტურის ნაწილი არის. მე მინდა ყველა გვარის წინამძღოლს მივესალმო. გვარის ყველა წარმომადგენელს მივესალმო, რამე თუ ისინი ჩვენთან ერთად არიან და ერთ საქმეს ვართ შეჭიდებულები. თავისთავად ცხადია, დღევანდელ გადაცემის ორგანიზატორებს, იმიტომ რომ ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია არის, რა თქმა უნდა, საქართველოს ბევრს იცნობს გვარის წარმომადგენლებს, მაგრამ თქვენი სპეციალური გადაცემა კიდევ ერთი გაგუწხედია, კიდევ ერთი აგური შეემატა ჩვენს ურთიერთობებს და სიყვარულს. აი ამისათვის მართლა დიდი მადლობა. რაც შეეხება ჩვენი გვარის ძალუწვას, ეს არის დაუვიწყარი დღე 2013 წლის 30 ივნისი, როდესაც საკათედრო ტაძარში, სამების საკათედრო ტაძარში ჩვენი გვარის საგვარეულო ხატი ეკუთხა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხებით ჩვენი გვარი დაილოცა. ამბობ ეს არის დაუვიწყრეთადი, იმიტომ რომ სიკეთე მადლი, სიყვარული ყოველი შარიკაძის გვარში და ოჯახში გადმოვიდა. ეს უკაცრავად რაც შეეხება დალუწვას. ეხლა საინტერესოა ალბათ საიდან წამოვიდა ეს ინიციატივა, ვინ იყო ორგანიზატორი გვარის დაფუძნებისა, ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდების ინიციატივა იყო ეს. ჩვენი თაობის წარმომადგენლები მონდომებული ვიყავით და გვინდოდა რომ ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ორგანიზება მაინც სულ სხვა არის და მე ნამდვილად აი ღირსები და პატივისები დააღვნიშნავ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სათავეს ჩაუდგნენ ამ საქმეს, ჩემი ლევანი, ჩემი ალექსანდრე, მარია მაკა და უამრავი ახალგაზრდები და 2011 წლის 1 ოქტომბერს სამების დიდ ტაძარში საკონფერენციო დარბაზში დამფუძნებელი კრება შეიკრიბა და მოხდა ისე რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ჩამოყალიბებული გვარი და გვარიშვილობის წარმომადგენლის ისტორიის მეცნიერება და დოქტორის და პროფესორის ბატონ ლევან ფრუიზის თაოსნობით მოხდა ჩვენი გვარის შეკრება, გაერთიანება და საინტერესოა რომ მთელი ეს შეკრება მიდიოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. იყო უამრავი კითხვა შარიკაძეების მხრიდან და მთელი ჩვენი შეკრების საზოგადოება ძალიან კმაყოფილი დარჩა ბატონი ლევანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომელმაც შესანიშნავად დაახასიათა გვარების ისტორია, ხაზი გაუსვა მნიშვნელობას და აუცილებლობას, რაც შარიკაძეებშიც უნდა მომხდარიყო და სწორედ მხარი დაუჭირა ჩვენმა საზოგადოებამ და გადაწყვიტა, რომ უნდა შექმნილიყო, ჩამოყალიბებულიყო შარიკაძე და გვარი. რა თქმა უნდა, იმავე დამფუძნებელ კრებაზე მოხდა გამგეობის არჩევა და გამგეობამ ძალიან დიდი პატივი იმისა, რომ ჩემი კანდიდატურა წარმოადგინა. ჩვენი ეს გადაწყვეტილება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში, ეროვნულ სააგენტოში და ამის შემდეგ მოვდივართ შარიკაძეების გვარი, ვცდილობთ ზოგს
ეთაკილება ხოლმე რომ შარიანი ხალხი ხომ არ ხართ და არა ჩვენ საქმიანი და სამართლიანი შარიკავდები ვართ შარით არ შევაშინებთ არავის იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენ ვართ შვიდობის მოყარე ხალხი სიტყვიდან წამოვიდა თუ დიახ შარიდან ეხლა მოგახსენებ თუ ბადურიები ჩვენი გვარის წარმომავლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს მაგრამ ღერძი არის ერთი აი მოდის შარიდან დღეს მე ჩემთავს ვერ მივცემ უფლებას ვერც თქვენ წინაშე და ვერც ჩემი შარიკაძეების წარმომადგენლთა და წინაშე იმიტომ რომ სანამ იმ ნიუანსებს არ დავამტკიცებთ სანამ ჩვენ არ შეგვეშინდება ჩვენს მიერ წარმოთქმული თითო წინადადებისა მანამდე ვერ გადავდგავთ ნაბიჯებს და ვერ ვიტყვით აი ყველაფერს მაგრამ ზოგადად მოგახსენებთ რომ თურმე შარიკაძეების ძმები ერთ-ერთ უბანში ესეც გასარკვევი და დასაზუსტებელი არის ქეიფობდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ცოტა შეზარხოშებულმა არ გამოტეხა თურმე ხარს და დაიწყეს იმით უნდა დაელიათ და ამაზე რა თქმა უნდა პატრონი გაბრაზ და გაღიზიანდა და შარიო საიდან წამოვიდა უჩხუბი საიდან დაიწყო რქიდანო აი შარიკაძეები შარი რქა მაგრამ მოგეხსენებათ რომ ქართული სიტყვა შარიათი ხეს რქიდა შარიკაძე ო მაგრამ შარიკაძეებს მეგონი იმის შემდეგ არჩხუბია უტეხია რაც არაფერი იწყებენ ლამაზად დამთავრებენ ლამაზად ყველაფერს აი ეს არის ჩვენი მოკლე შინაარსი ჩვენი მაგრამ მომავალში ციგნისთვისა და რაც დაგჭირდება ჩვენ უფრო სწრაფ მოგახსენებთ უკვე დაზუსტებული ინფორმაციას დონა რა უნდა შეგეკითხოთ თქვენ თუ გყავთ გვარში ვინმეს აი ეკლესიური პიროვნება მამაო ან ვინმე ისეთი თუ არის არა ასეთი არავინ ჩვენ გვყავდა ხევისბერი როსტომ შეთეკაური აი რომლის ჩვენ ხევისბერი ახლაც გეყოლებოდ ხევისბერი ახლაც ყავს რა თქმა უნდა ხუცესი ქვია ხუცესი რომელიც ათენგენობის დროს ლოცავს გვარს და საკლავი იკულება იქ სანთელი პურმალი შულის კარგი წესია ეს აკურთხებს და ეს არის ჩვენი ხუცესი მაგრამ ხევისბერი როსტომ შეთეკაური რომლის შთამომავლებით ძალიან ძლიერი განათლებული და დღეს საქვეყნოდ ცნობილი ხალხი არის და ამავე დროს მე მინდა მივესალმო ქალბატონ მექა ხანგოშვილებს სრულიად ჩვენი გვარის ქალი ყავთ დიდი ბებო და მიხარიან ეს როსტომის აი როსტომ შეთეკაურის დისწული იყო და გათხოვილი შეგიძლიათ თქვენ ახლა თქვენ გვარზე რაც ჩემს გვარზე გაქვთ ისაუბროთ კი ხო მოვიხსენებ როსტომ შეთეკაურს რადგან როსტომი იყო უძლიერესი პიროვნება ჩვენი წინაპარი კარგი თურმე ძლიერი მონადირე რომელსაც ყავდა 100 ჯიხვი მოკლული 100 ჯიხვს რომ მოკლავდა ადამიანი თოფი უნდა დაემარხა მიწაში და სამჯერ აქვს დამარხული დიდ პაპას ეს თოფი მიწაში იმიტომ რომ რამდენი 100 ჯიხვი მოკლა იმდენი უნდა სამჯერ მოხდა ასეთი შემთხვევა დიახ მეორე გახლავთ ტოლხა შეთეკაური თოფს რო დამარხავდა ბოდიშ გიხდით იმ თოფს აღარ იღებდა ახალი თოფით იწყება ხო და სამჯერ აქვს თოფი დამარხული აი მონადირე მოლექსე და თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი ჯიხი უნდა იყოს რომ 300 ადამიანი მარტო მონადირე რომ მოკლას ხო მეორე გახლავთ ტოლხა შეთეკაური და მისი ლექსები მე როგორც გადმოცემით ვიცი ის ზეპირმეტყველი იყო და მისი ლექსები შთამომავლობამ შემოინახა ამავე დროს იყო ქალთა გულის მპყრობელი ორი ცოლი ჰყავდა ორი მეუღლე ორივე ერთად ცხოვრობდა ცალ-ცალკე სახლში მაგრამ ერთად და მრავალშვილიანი მამაკაცი იყო ორივე ცოლისგან მე მგონი 10 თუ მეტი შვილი მალადეც და ესე აქვს ნათქვამი ტოლხას ტოლხამ თქვა შეთეკაურმა ქალს ჭკვარმა ეკითხება მაგრამ უქალოდ ბინდი და ბინდის ფერია ცხოვრება აი ასეთი შეფასება ჰქონდა და მისი ასეთი ბოლოს დავეთანხმები მაგრამ თავიდან არ ვეთანხმები ქალბატონს როგორ არ მოეკითხება კაცო ჩვენთან ეგრე იყო თავის დროზე ჩვენი შვილები მათი დაზრდილებია ეხლა გვეკითხებიან ჭკვას თორე მაშინ ეგრე იყო ალბათ რა ვიცი წინა პერიოდში
და ასეთი ლექსი აქვს კიდევ თქვა წავიკითხავ თუ შეიძლება ზეპირად ვერ ვიცი კარგად ტოლხამ თქვა შეთეკაურმა ხმალს არ შევიბამ სხვისასა მოყვას ის მტრობას არ ვიზამ პირს არ ვაკოცებ მტრისასა ვეფხვის გზას ვეფხურ გავივლი მგლურად გავივლი მგლისასა სხვას ვინ რას კითხავს ქვეყნისას ვინ გვარჩევინებს ვისასა ეს მისი ერთადერთი კარგი ლექსია მეორე ახლა ცოტა შემდეგი თაობა ეს გახლავთ აც გარდაცვლილი გიორგი შეთეკაური ჩემი ძმის სულია რომლის კრებულიც გამოვიდა გარდაცვალებამდე და გარდაიცვალა რას ვიზამთ და მისი ასეთი საინტერესო რომელიც სურვილიც იყო რომ ქვაზე დაეწერათ ეს ლექსი იქა ვარ დაბადებული სადაც არღუნი დისაო იქ ვარ მიბარებული ყორე მიკოცნავ ქვისაო მაღლა შანს ციხე კოშკები ნაგები სიპი ქვისაო რა ლამაზია საცქერლად სამკვიდრო ხევსურისაო ეს მუცოს ციხე კოშკები ხო ჩვენი საგვარეული ციხე კოშკებია და იმაზე არის მიწყვნილი გაიხარეთ გენაცვლილი ხლა თქვენ მე ახალ თაობაზე ვიყავ Adriagi, ჩვენგვარში ყველა თაობის წარმომადგენლები გვყავს, მაგრამ უმეტესობა მაინც ახალგაზრდები არიან და მიყვარს მივესალმები, რომ ყველა დარგში არიან პროფესიონალები, მაღალგანათლებული ადამიანები, მაგრამ არ შემიძლია რომ ცოტა ჩვენი წინა თაობას არ შევეხო. ესენი არიან სავლე შარიკაძე, ბატონი სავლე შარიკაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც მთელი თავისი შეგრებული ცხოვრება საქართველოს ისტორიის და კულტურის შესწავლას მოახმარა. ბატონი ჯონდო შარიკაძე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომელიც უამრავ თანამდებობაზე არის, უცხოეთის გამოფენებზე ღებულობდა მონაწილეობას და მედლებით და ღირსების ორდენებით არის დაჯილდოებული. ყველასათვის ცნობილი, ჩემი ახალგაზრდა პიროვნება ეს არის მორაგბე მირაბ შარიკაძე. რომელმაც მარტო საქართველოში კი არა, უცხოეთშიც კი, რომელ გუნდშიც თამაშია, ყველგან თავისი სახელი, ყველგან თავისი ღირსება, 5 წლიდან დაიწყო ბავშვმა თამაში და 18 წლის ასაკიდან უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხდა ჩარიცხვა და საუკეთესო ევროპამა და მსოფლიომაც რომელ გუნდშიც თამაშა, ლელო გაიტანა, თავისი სახელი დაარქვა და რაგბის კულტურა აი წინ წამოწია გარკვეულწილად. ბადიშარი ყავს, ასევე შარიკაძე ყავს ასეთი რადიოლოგი არის, აი ეხოსკოპია სოვეტ ძახით დააკეთებს, ძალიან დახელოვნები, კარგი პიროვნება არის. ცოტა უნდა ვიდე ვიჩქარო მინდა გამიჩეს და ისევ სამედიცინო დარგის წარმომადგენელი არის ჩვენი ქალბატონი ნინო შარიკაძე, რომელიც სხვადასხვა თანამდებობებზე არის ნამუშევარი, როგორც თერაპევტი, მაგრამ დღეისათვის ის წარმოადგენს კონსტანტინე მამარდაშვილის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ონკოლოგიის ბატონო მირაბ შარიკაძე მსახიობი არის, რომელიც ნოდარ გნუბაძის სახელობის სახელმწიფო თეატრში არის, არა მარტო მსახიობი, არამედ ის არის რადიოს დიქტორი, წლების განმავლობაში უძღვებოდა ამ საქმეს, არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და გადაღებული და რასწავარი არის ახმოვანებს ფილმებს. 70-ზე მეტი როლი შეასრულა და ამ ბოლო პერიოდში მეც ვიყავი ქონდა ბედნიერება იმის ვიღანაზე, ეს იყო დავიწყარი სცენები საქართველოს, აფხაზეთის, საქართველოს სამაჩაბლო ურთიერთობა განცხილვასთან და ესე იგი გულგრილად ვერ გამოვიდოდა იქიდან ადამიანი, აი პროფესიით მართლა მსახიობია და მისი ხმარო გაიგონოს ადამიანმა, აი მარტო ისიც საკმარისია და ტრადიციული ოჯახი არის მისი ქალიშვილიც ეკატერინეც ამის საქმეს ემსახურება. ქალბატონი ირმა შარიკაძე, გაგიგონილი გექნებათ ალბათ, არაჩვეულებრივი დიზაინერი არის, ფოტოგრაფი არის, ფოტოხელოვანი არის და პირდაპირ მეგვეს ასეთი ხედვა, წვდომა ფერების როგორ აქვს, არაჩვეულებრივი კადრებს ამზადებს და აკადემიურად თქვენ უნდა შეგეხმიეროთ რომ ჩვენ ტელევიზორს უყურებდით, თორსა ხევსურული ნიმუშები ვნახეთ და ისეთი პროექტი შეადგინა ქალბატონმა ირმამ, რომ აჭარაში ჩავიდა და 30 წლის წინამდე უკვე მივიწყებული ხელობა ქართულობისა და ნაქარგობისა აღადგინა ქალბატონებს და მოკლემეტრაჟიანი ფილმს არის გადაღებული და მისმა პროექტმა მოწონება და გამარჯვება დაიმსახურა.
პაპუნა შარიკაძე ყავს ახალგაზრდა კაცი არის, მომღერალიც არის, მუსიკოსიც არის და ცნობილი პიანისტიც არის, რომელმაც უცხოეშიც მიიღო მონაწილეობა. საქართველოში ყველა იმაში მონაწილეობდა და დღეს ესე იგი მსოფლიო პიანისტთა ათეულში რომ გამოდის ანდა ხუთეულში არა, აი ყველა დასრულავს და ესალმება ეს ჩვენი გამარჯვება არის. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც წარმოაჩინეთ, მაგრამ ყავს სპორტსმენები, ყავს ყველა დაგის სპეციალისტები და ამას თანდათანობით მედიცინაშიც უფრო საფუძვლიანად აღმოჩნდა და ძირი თქვენი გვარის, აი ძირი სად არის, სად მუსაი? ჩვენი ძირი არის ხარაგაულის რაიონის სოფელი ლეღვანი. ძირითადად აქედან წამოვიდა ჩვენი გვარი, მაგრამ არიან ფარსკნალში და არიან ხიდაში, აი ჩვენიდან წასულები ხო. ძირითადად ეს სამი სოფელი არის, მაგრამ არის ახლა მაგათაც ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ აი აქედან წასულები არის რა. ძირითადად ლეღვანი არის ხო. ჩვენი რა თქმა უნდა ხევსურეთიდან ჩვენი გვარი იძებნება მე-17-18 საუკუნეში. დიახ, უკვე ყოფილა ძლიერი გვარი თავის დროზე ხევსურეთში რა თქმა უნდა 1812-15 წლებში გაჩნდა შავი ჭირი და ანატორისა და მუცოს სოფლები ფაქტიურად გაანადგურა. დიახ. და ეს ანატორის სოფელში უცხოვრია, როგორ აიცი, მდინარე ჩამოდის და მდინარის პირას სანამ უკვე რომ მიხვდნენ რომ ვიხოცებით და მკვდებით მოდი რომ არ გავრცელდეს ეს შავი ჭირი სხვაგან ააშენეს მდინარის პირას აკლდამები და ეს აკლდამები ახლაც არსებობს ის ცოცხალი ზევით დევს სიკის ქვებზე დევს ეს მიცვალებულები ჩვეულებრივად შეგიძლიათ ჩახვიდეთ შეგიძლიათ წვებოდნენ და ვინც გარდაიცვლებოდა მე გადმოიღებდა და იმ შუა ადგილზე ორი ნაწილად არის აკლდამები გაყოფილი სიკის ქვებით გაკეთებული საწოლებივით და აქ არის ძალიან საინტერესო ლეგენდა რომ დედას შეხვდა შავი ჭირი და ახალშობილი ჰყავდა აკვანში ჩაწვენილი და ამ აკვნიანად წამოვიდა და შევიდა ამ აკლდამაში და წლების განმავლობაში ძალიან დიდხანს სანამ ძვლები არ დაიშალა, მერე აკვანი დარჩა, აკვანში იყო ჩაშლილი ძვლები, ეს დედა გადაწოლილი რომ აპატიეთ აჭმევდა შვილს, ამ დროს გარდაიცვალა ზედ აკვანზე. და 70 მეომარი ახალგაზრდა მეომარი კაცი იმ ანატორის სოფლიდან გადმოვიდა და აქ შევიდა აკლდამაში და აქ დაიღუპა. იმასთან ამით რა გააკეთეს რომ დაიცვეს სრულიად არა მარტო ხევსურეთი მთა, არამედ საერთოდ საქართველო რომ არ გავრცელებულიყო. დიახ, შავი ჭირი არ გავრცელებულიყო. ძალიან ხო, თითქმის და ერთი ოჯახი, ერთი კაცი გადარჩენილა და ამ ერთი კაციდან მერე განივრცო. ამავე დროს ჩვენ ძალიან იცით რომ საზღვრისპირა სოფელია ჩვენი უკვე ჩეჩნეთთან და ისინი არიან ჩვენი ნათესავები, ჩვენი ქალები რა თქმა უნდა, პროსტომ პაპას დისწული თუ და გათხოვილია ქისტზე და ჩვენც ყავდა ასეთი რძლები. არის ჩვენთან გამოთხოვილები, ჩემი ბიძას მეუღლე, ერთი სალიმათი ერქვა, ჩემი დიდი ბებო ქისტი იყო დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც. აი დედის მხრიდან ქისტი ბებო, დიდი ბებო, მოხსენიებული აქვს გლებზე ნადირობა სანადირაძეს. იქ სალიმათი ქისტების გასახლება დაიწყეს ხევსურეთიდან და გავიდნენ ქისტები ახლა ტყეში წავიდნენ, იმიტომ სახლკარს ვერ თმობდნენ, ვერ ტოვებდნენ და როგორ უგზავნიდა სასმელს, საჭმელს, ძმებს ტყეში, ეს სალიმათი ჩემი დიდი ბებო აღწერილია ამ საოცარ წიგნში. ისე რომ ახალგაზრდებსაც მოიხსენიებ. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი დამსახურებული სპორტსმენები, აი ჩვენი ხუცესი ვინც არის მოსე შეთეკაური, არის საუცხო ქორეოგრაფი და პოეტი მოსე შეთეკაური, ყავს ლერი შეთეკაური, რომელსაც არა მარტო საქართველოს მაშინელი
საბჭოთა კავშირის პირველობები აქვს სამბოში აღებული და ბევრი დამსახურებები თემურ შეთეკაური სპორტის ოსტატი ძიუდოში ამავე დროს დიმიტრი ვეფხვია ისე რომ ყვავს იურისტებიც სხვადასხვა სპეციალობის ახალგაზრდები რომლებიც წარმატებით მუშაობენ და მოღვაწეობენ ჩვენს ცხოვრებაში და 3 წუთი გაქვთ რა სიტყვი თქვენ გვარს და მე ერთი მინდა კიდევ თქვა აი ჩვენ სოფელში მონატრებული რო იყო მოსახლეობა ეკლესიას დაძარს იმასაც ვეღირსეთ იმიტომ რომ ჩვენმა მოგვარემ ახალგაზრდა კაცმა ბატონმა გიორგი შარიკაძემ მისი ინიციატივით აქტიური მონაწილეობის და სოფლის ახალგაზრდობის მხარდაჭერით ლევანში ქვიანთი უბანი არის დაყოფილი და მაშინ ტაძარი გვაღისა და აი თქვენ რომ ბრძანეთ რომ ვის სახელს ატარებს რომ დაუშვათ ხატი როცა ჩვენ ხატი დავწერეთ ჩემი ინიციატივა იყო რომ მხოლოდ იმ კაცის სახელზე უნდა ყოფილიყო ეს ხატი წმინდა გიორგის სახელობისა და ის ტაძარიც იმ ჩემი საყვარელი კაცის სახელობისა და წმინდა გიორგის ნაწმისლობა სხვათა შორის როცა ვაკურთხეთ ის ტაძარი მაშინ მე უკვე დიმიტრი კაპანაძე იყო რომელმაც ახსნა და ყველას უხარო საოცრება მოხდა ბანოვირაღლი როცა შემოგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ძმისშვილი ბათუმიდან მოგზავნა თავის ჯგუფთან ერთად ყველა მეკითხოდა ჩვენი პატრიარქი ჩამოვიდა ისე ანალოგი მსგავსი რო იყო მსგავსი და მე მიხვდა რომ კმაყოფილი იყო ხალხი რომ ვეზიერეთ იმას რაც გვაქვს და წლების განმავლობაში გაიხარ გვარს ასე თქვით გვარს ვეთქვი ყველა გვარს და მათ შორის ჩემსაც შემართება სიყვარული ურთიერთპატივისცემა და როგორც იგებძანებ და ვისი გულისახარდო ჩვენ ვართ ქართველები ჩვენ ვართ სიყვარულისათვის ურთიერთობისათვის კმელი გაგებისათვის იმისათვის რომ დავწეროთ ისტორია და დავდოთ და მთელ ქვეყანას გავაგებინოთ რომ საქართველოს გვარიშვილობამ და გვარმა გადაარჩი აი ეს არის მე ვეთქვი ჩემს შეთეკაურებს ლექსიმით თქვენ და სრულიად საქართველოს მე ხელ კიდევ დაგლოცავთ ყველას თქვენს ოჯახებში იხაროს ჭერმა იხაროს თქვენმა სახლის ფუძემა სიკეთე მოგცეთ მაღალმა ღმერთო ლექსი როგორ მითქვა გილოცოს უნდა დაბადების დღეს ლექსი მითხარიო სახალხოდ ბრძანეთ მიულოცეთ დაბადების დღეს გილოცავ განა ერთსა და ორსაო წელთა სიმრავლეს გისურვებ ებარებოდე ღმერთსაო და მეორეა ასეთი 75 წლის გამხდარა ჩვენი ბატონი არ მალავ დიახ სპეციალურად ავთქვა არ გეტყობა და ავთქი სპეციალურად 75-მა მორიდებით მიხურა კარი გითხრა შვიდობით დაგიტოვე გზების სავალი გფარავდეს ღმერთი და იცოცხლე მრავალი წელი ურისი მადლობა ხარეთ განიცან ჩვენ გიდეს ურისი მადლობა შემოძვირფასებო აი ასეთი ლამაზი გოხდა გადაცემა გამოგვივიდა დღეს და ძალიან გთხოვთ გვარის წინამძღოლებს გვარის შვილებს რომ ამ გადაცემის რომ ნახავთ დარეკეთ აქ ტელეფონები იქნება მითითებული დარეკეთ ჩაეწერეთ ვინც არ გამოსოფათ თქვენ გვარზე არ გისაუბრიათ და ძალიან გთხოვთ ვიაქტიუროთ გვიყვარდეს ერთმანეთი და ვაფასებდეთ ერთმანეთს ჩვენთან არის ღმერთი აი ხა დიდი მადლობა ჩვენთან არის კარგად მადლობა